მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, მტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი და ჩემთან დაკონტაქტება ხდება WhatsApp-ზე 593388896 ან 593388896. ბუმერანგი ნახოთ. რა ხდება თქვენს მტრებთან? რა უბრუნდება უკან? ვინ არის და ასე შემდეგ, ვინ გამოიკვეთება ამ ეტაპზე? ვინ არისო? მარტო გრძნობს თავს, ან ძალიან ჩაკეტილი, ან მარტო არის და ასე შემდეგ. მარტო ხელა? არ გიმონახე. რა ბუმერანგი ბრუნდება, ვინც არის? შორის ძალიან დიდი შიშები აქვს ამ ადამიანს. ნახე, რაღაცას ვერ გამოვა მდგომარეობიდან. ვერ ვიზამე, ვერ შევძლებ, ვერ გადავლახავ ბარიერს. შესაძლებელია ძალიან ცდილობს, მაგრამ აქ არ გამოსთვის პირიქით რაღაც ნეგატივი შიშები არის, ეს უფრო მეტად ითრევს, არ არის გამორიცხული. ქონდა ეტაპი უფრო წარსულში ფიქსირდება ეს, მაგრამ ქონდა ესეთი ეტაპი რაღაცა წასვლის, გაქცევის. თითქოს ისეთ მომენტში არის ახლა, რომ რაღაცების დალაგების მარტო ეს შიშები არის, აქ ვითომ აქ შიში სხვათა შორის მხალა რაღაც არის, ეს ვითომ თემა არ არის, ნამდვილად შიშის ნიადაგზე ბევრი შეცდომა შეიძლება ადამიანმა უკვე დაუშვოს, ხო? მაგრამ საქმე რაში არის ახლა, მე გეტყვით. ამას გონია, რომ რაღაცას მაშვება, მოაბამს თავს და ვერ აბამს, ნამდვილად ჩაკეტილი არის ეს ადამიანი. ჩაკეტილია აქ ადამიანი ძირითადად. ვინც არის თქვენი მტერი? მისი ბუმერანგი არის სიბრაზე ასევე გაუთვალისწინებელი. ეს ხარჯები, ზარალი, ან მატერიალური ზარალი და ასევე ფიქრები. მაგრამ ეს უცებ კი არ ხდება, ეს ხდება ნელ-ნელა. აი როგორ არის, იცი, წვეწვეთაო. რომ მასკნა ახლა რაღაც დავუშვათ, წყალი რო იყოს პოტრში და წვეწვეთა გადმოდიოდა, უცებ გადმოიღვაროს, კი არა, წვეწვეთა ხო ხდება, გადმოღვარო, ხო? აი რაღაც ისე ხდება, უცებ კი არ ხდება ეს პრობლემა. ეს არის ნელ-ნელა, ეტაპობრივად მეორდება და ნახეთ ამ შიშებს და ამ ეჭვიანობაც არის აქ. შიში, ეჭვი და აი ფიქრი აგიჟებს. ესე გეტყოდი. ეს არის მისი ბუმერანგი. იცი, ბუმერანგი თლად აქ მე ვერ დავარქმევ. ეს მისი ფსიქოლოგიური პრობლემაა. მე რის ეშინია ამ ადამიანს? რის ეშინია? და რა გეფიქრება? ეს მითხარი და
თვითონაც არცის ამას რისი შინია სიმართლე გითხრათ. აქ არის ეს მისი ეჭვი. ეს რაღაცას მე მგონი დაავადმყოფებულია უკვე ადამიანი ეჭვებით. აი ეს არის მისი პრობლემა. აქ ადამიანი მიდის როგორ რაღაცამდე, იცი განულებამდე. შესაძლებელია ადამიანმა ყველაფერი დაკარგოს აბსოლუტურად ცხოვრებაში. პირადით დაგვერდით ვინ არ მიხვდებით ვინ არის თქვენი მტერი. ესე მიხვდებით სხვათა შორის ერთხელ მქონდა ესეთი შემთხვევა ბიჭოს დაფიქსირდა რაღაცა ამბები ვინ ჩემ მტერზე ვერ მივხვდი ხანდახან ხდება რომ ვერ ყველაფერს ვერ მივხვდები კაცო მართლა ვანგაყო არა და დავიმახსოვრე ეს გაშლაში ჩემ თავს რო გავუშალე ესე უნდა მოხდეს ესე რაღაცები და რომ დაიწყო ამ ყველაფრის ათვლა ერთ ადამიანთან მივხვდი რომ თურმე ეს ადამიანი ყოფილა ჩემი მტერი აი პაპა ხედა სწორი ვთქვი ყოფილა გაიგეთ ამიტომ აქ თუ თქვენ რაღაცას მაინც ვერ ხვდებით ამდენ გავასუფთავოთ ცოტა ეს ნეგატივი თორე აქ ნახო ხედავთ როგორ რაღაც არის იცით ეს დაიმახსოვრეთ და ნახავთ მე ვისთან იქნება ეს პრობლემა გაიგეთ ჩემ თავზე აქ გაშლა არ არის მე არ ჩამდგოთ რომ თქვენ დაგიბრუნდებოდ ყველაფერი ეს ნაცნობები ვინც ახართ მე არავის მტერი არა ვარ აბსოლუტურად არავისი არც მშურს და არც არავის მემტერები თუ ვინმე რამე არ გევასებათ მიბრძანდით გენაცვალე ჩემი ცხოვრებიდან მაქვს ესეთი დამოკიდებულება ყველასთან აი აქ ნახეთ ეს ადამიანი ყველაფერს დაკარგავს აბსოლუტურად თუ საგიჟეში ეს არ მოხდა ან ძალიან ფსიქოლოგიური აშლილობა თუ არ ექნება იცოდეთ რომ ეს ადამიანი ყველაფერს კარგავს ცხოვრებაში შენ ნულზე ჭდება გაიგეთ იცი ამის მე რაღაც მაგაშალ მაჰა ნახოთ ხო თვითონ იქნება გაურკვევლობაში ნახეთ იქნება გაურკვევლობაში საიდან რა ხდება ესე რომ ვთქვათ როვერ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს ადამიანს ბუმერანგი მთლიანი შეჩერება მთლიანი ნგრევა ჯანმრთელობის პრობლემები არ არის გამორიცხული იქამდე მივიდეს შეიძლება ხანდახან ეფიქრებოდეს რომ ეხლა საკუთარ თავს რაღაცას დავმართებ მიხვდით ხო ნახეთ ესეთი თემები საკუთარი თავის დანახვა არ სიამოვნებს იცით რა არის ქვედა ჩაკრების ჩახურვა არის აქ სექსუალური ურთიერთობაზე რაღაც პრობლემები იცით ეს ქალთანაც შეიძლება იყოს და კაცთანაც თქვენ რა გონიათ არ უნდა ქალს დაუშვათ მამაკაცთან ურთიერთობა ეს თქვენ ნორმალური გონიათ უნდა უნდოდეს და თუ არ უნდა ესე იგი იქ ჩახურული არის თემა კაცს აქვს სხვა პრობლემა ხო ну რაც არის იცით მიხვდებით არ გვინდა დაგონგრდება მაგრამ ქალს არ უნდება რავი რაღაცნაირად ხო არ გინდა ეს უკვე ჩაკრებია ჩახურული აქ სხვა რანაირი პრობლემა უნდა შეიქმნას ეს პრობლემა არის მაგრამ აქ ამასთან ვისთანაც არის ეს პრობლემა ეს ლუთობას იწყებს მას გაიგეთ ან ისეთ პოზიციაზეა რომ აი სხვის წარმატება სხვას უყურებს იცით რა არის ახლა მართალია ბუმერანგია და ეს მაგრამ ერთ რამესაც გეტყვით შეიძლება ვინმე თქვენი თავი ამოიცნოთ ამ მდგომარეობაში აი ეგ არის ზუსტად პრობლემა რომ სხვას უყურებთ სხვის ჯიბეში იხედებით სხვის ცხოვრებაში იხედებით იმას აქ იმას ასე იმას ისე და აი ამაში ნახე გიკარგებათ დრო ნერვები და მე გემართებათ დეპრესია ხო და
ეს იცით რა ვიღაცას რაღაცა რომ მაქვს, იმიტომ მაქვს რომ გამოიმუშავა, ან დაიმსახურა, ან რავი რა. ხდება გაუმართლა და ასე შემდეგ. აიგეთ. იმას მისი რაღაც სხვა რაღაც აქვს დასამუშავებელი და ასე შემდეგ. ჯერ ერთი ადამიანს ეძლევა რამდენიმე ეტაპი აქვს ცხოვრებაში გადასალახი. შეიძლება ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეს, ახალგაზრდობას და სიბერე ჰქონდეს ცუდი. შეიძლება არ ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა და დავუშვათ მერე იყოს სიბერეში ბედნიერი. ესეთ რაღაცებიც ხდება, ადამიანის ცხოვრება ეტაპებად იყოფა. ამიტომ თქვენ არასდროს არ იცით წინ რა ელოდება ადამიანის, ხო? ეს არის ძალიან ნახეთ დაბალი ვიბრაციების მქონე სულიერ მდგომარეობა. როდესაც ადამიანი ზუსტად მაგაში ხარჯავს დროს, რომ იმას აქვს ან რაღაცა, ნახეთ, გაუმართლა და ასე შემდეგ. ვიღაცას მშობლებში უმართლებს, ვიღაცას ქმარში უმართლებს, ოჯახში, ვიღაცას ხო ახლა ყავს მარჩენალი და არ უწევს მაგაზეთა ზრუნვა და ავი რა ნებურობაში ატარებს თან ცხოვრებას, ხო? კი ბატონო, ეძლებათ ადამიანებს. ამის ყურებაში არ უნდა დახარჯოთ დრო. ეს ადამიანი ზუსტად ამას ეს ემართება. აიგეთ? გარდა ამისა ოჯახში აქვს ამას პრობლემები, რა პრობლემა აქვს ოჯახში? რავი, გარდაცვალება. გარდაცვალება ხდება მის ოჯახში. კარგი კიდევ რა გიმართება. შენი სურვილები აქ რაღაც ასე ვთქვათ არ სრულდება, მანახე კიდევ დანაკარგები. დანაკარგები, ასე ვთქვათ, არასასიამოვნო შეტყობინება, უსამართლობა და ნახეთ ადამიანი მეფიქრობა ვიღაცა მაგის მსხვერპლიც არის. ხო, ნახეთ როგორი რაღაცა თუ ამან დააპირა მაგით შემოbrunება საკუთარ ცხოვრების, მე თვალისწინებს მის რესურსს, ანუ მის შესაძლებლობებს, ესე არ არის, იცით რა არის. ყოველთვის ჯადოები და მაგით ვერ მოგვარებთ ცხოვრებას ზოგადად, რომ იცოდეთ. ხო, ადამიანთან არის საბოლოო ჯამში უსამართლობის არაობიექტური შეფასებები, უსამართლობა შეიძლება სასამართლო პრობლემები შეექმნას სამართალთან თუ რაღაც ესეთი პრობლემები. მიდე ბოლოს რას გვეტყოდით რა თავის ხო მთლიანად უსაქმურ პოზიციაში ყოფნა და მისი ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის ისევ და ისევ შიში. ამ ენერგიებიდან ვერ გამოდის შიშიდან და ეჭვიდან. აი ეს არის დღევანდელი ბუმერანგი ადამიანთან. თუ თქვენი მტერი არ იცით ვინ არის და აკვირდით ვისთან იქნება ეს პრობლემები, ესე იგი ის არის თქვენი მტერი. და გემშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს.